მისმინეთ, მინდა ერთი წამით გაჩერდეთ და შეხედოთ იმას, რაც პირდაპირ თქვენი ცხვირწინ ხდება. რა ჯანდაბა ვუყოთ ილია თოფურიას. და მე არ გეკითხებით მის ტექნიკაზე ან იმაზე თუ როგორ იკრავს ის ფეხსაცმლის თასმებს. მე გეკითხებით მის ადგილზე ამ კვებით ჯაჭვში. რაღაც წარმოუდგენელი გზით ამ ბიჭმა მოახერხა და საკუთარი თავი ისლამ მახაჩევის სახელს ჯაჭვებით მიაბა. ახლა სადაც არ უნდა წახვიდეთ, ამ ორ სახელს ერთ წინადადებაში ისმენთ. ეს ფენომენალურია. ერთი მხრივ თუ ორთაბრძოლების ფანი ხართ, ეს ოცნების ბრძოლაა. ეს ცივილიზაციების შეჯახებაა. მაგრამ მეორე მხრივ, და ამას სრული დარწმუნებით ვამბობ, ეს აბსოლუტურად ცარიელი ხმაურია. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია გარდა სუფთა ჰაიპისა. ჩვენ ვცხოვრობთ უდიდესი უწესრიგობის ეპოქაში. შეხედეთ ინდუსტრიას. ის გავს გემს კაპიტნის გარეშე, რომელიც კლდეებისკენ მიექანება. ეკიპაჟი კი ამ დროს კამათობს თუ რა ფერის ფარდები უნდა ეკიდოს კაიუტებში. ჩვენ გვყავს ალექს პერეირა, რომელიც წონით კატეგორიებს შორის ისე ხშირად დახტის, რომ დარწმუნებული არ ვარ თავად თუ იცის რამდენ სიწონის მოცემულ მომენტში. ის ცდილობს ხელში ჩაიგდოს ყველაფერი, რაც ბრწყინავს, სანამ ჩვენი ნამდვილი ჩემპიონი მძიმე წონაში რეალობასთან დამალობანას თამაშობს. ყავს გეიბლ სტივენსონი, ბიჭი ოლიმპიური ოქროს მედლით და ევერესტის ხელა ჰაიპით, მაგრამ მას დღემდე არ დაუსვავს ხელმოწერა კონტრაქტზე, რომელიც ამ თამაშის ნაწილად აქცევდა. და ნუ დამააწყებინეთ კონორ მაკგრეგორზე. ეს ძილის წინ მოსასმენ ზღაპრებს გავს. ყველა მითის, რომ დრაკონები არ არსებობენ, მაგრამ ყველა აგრძელებს ლოდინს, რომ ერთ-ერთი მათგანი მოფრინდება და სიტუაციას გადაარჩენს. ქალთა დივიზიონიც კი, რომელიც კაილასა და ამანდას ბრძოლით უნდა აფეთქებულიყო, ახლა სტაგნაციაშია ტრავმების გამო. და აი, ამ ნანგრევების ფონზე ჩნდება ილია თოფურია და აცხადებს: მე ვარ ის მხსნელი. ეს გაბედული განაცხადია. და მე მზად ვარ ვაღიაროთ, რომ ისლამისა და ილიას ბრძოლა, ეს ალბათ ყველაზე დიდი მოვლენაა, რისი ორგანიზებაც ახლა შეიძლება. მაგრამ რატომ ვამბობ, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია? იმიტომ, რომ აქ მოქმედებს ძველი და კეთილი კანონი მოთხოვნისა და მიწოდებისა. ილია ახლა დეფიციტური საქონელია. ის თეთრი სახლის ტურნირის მთავარი ფიგურაა და ყველა მიკროფონი 1000 მილის რადიუსში მისკენ არის მიმართული. და რას აკეთებს ის ამ რესურსით? ის ჩვენ არ მოგვიწების თავის ბრძოლას ჯასტინ გეიჯისთან. ო არა, ის ისე იქცება თითქოს ჯასტინის საერთოდ არ არსებობს. ის თავისი მედიადრის ყოველ წამს ისლამ მახაჩევზე ხარჯავს. მე ვნახე მისი ინტერვიუ, სადაც ის დონალდ ტრამპს ესაუბრებოდა. ილია იმდენად იყო შთანთქმული თავისი თამაშით, რომ ტრამპს უთხრა თმას შენ უშეეხო, რომ გეიჯის ერთი დარტყმით ვაპირებ გათიშვასო. ეს ჟღერს მაგრად, ეს ქმნის სათაურებს. მაგრამ ეს არის უდიდესი ილუზია. ილია ქმნის მოთხოვნას იმაზე, რაც არ არსებობს და სრულად აიგნორებს რეალურ საფრთხეს, რომელიც პირდაპირ მის წინ დგას. ის ჭადრაკს თამაშობს, როცა პოკერის პარტიას თავაზობთ ადამიანს, რომელიც მზად არის საკუთარი სიცოცხლე დაადოს სასწორზე. და ეს მხოლოდ ამ სიზიგნის დასაწყისია. ახლა კი მოდით ვისაუბროთ ჯასტინ გეიჯიზე. ეს კაცი ნამდვილი გამოცანაა ნებისმიერი ანალიტიკოსისთვის. გახსოვთ მისი ბრძოლა პედი პიმბლეტთან დროებითი კამრისთვის. მაშინ ყველა, აბსოლუტურად ყველა მას ჩამოწერილი ჰყავდა. ექსპერტები ამბობდნენ, რომ ის უკვე ის აღარ იყო, რომ დაიწვა და ერთი ფეხით სპორტიდან გასასვლელისკენ იდგა. თავად ჯასტინიც უმატებდა ნავთს ცეცხლზე და ულტიმატუმებს აყენებდა. ან სატიტულო ბრძოლა მომეცით, ან საერთოდ მივდივარო. როგორც წესი, როცა მებრძოლი კარიერის დასრულებაზე იწყებს საუბარს, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ თავში ბრძოლა უკვე წააგო. მეც კი მაშინ პედის გამარჯვებისკენ ვიხრებოდი. მეგონა, რომ ახალგაზრდა ბიჭს მეტი ცეცხლი ჰქონდა. გეიჯი კი უბრალოდ თავის როლს ბოლომდე ასრულებდა. მაგრამ ჯასტინი გამოვიდა და აჩვენა, რატომ არის ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანი. მან სრული დეკლასირება გაუკეთა ოპონენტს, რომელსაც ახალი სუპერვარსკვლავობისთვის ამზადებდნენ. და აი ახლა ისტორია მეორდება. ილია თოფურია ზუსტად ისე იქცება, როგორც პედი იმ ფიასკომდე. ის გეიჯის მიღმა იყურება. თითქოს ის საერთოდ არ არსებობდეს. მაგრამ აქ კიდევ ერთი ფენაა. ილია ამტკიცებს, რომ მათი ბრძოლა ისლამთან 170 ფუნტში უნდა შედგეს. და ეს ლოგიკურია. თუ გინდა იყო მეფე, ახალი მიწები უნდა დაიპყრო. ისლამ მახაჩევიდი თავის მხრივ სიგნალებს აგზავნის, რომ მზადაა 155 ფუნტში დაბრუნდეს ამ ბრძოლისთვის. მაგრამ მე გეტყვით, მე ამის არ მჯერა. როცა ისლამი მსუბუქი წონის მეფე იყო და ილია მიქასვლაზე მხოლოდ კნავილი დაიწყო, ისლამმა მაინც ზევით წასვლა არჩია. რატომ უნდა იყოს ახლა ყველაფერი სხვანაირად? თუ ვინმემ გამოიჩინა სიმტკიცე და თვალი არ დაახალხმა გამოწვევის წინაშე, ეს ილიაა.
მთელი ეს სიტუაცია წონიდან წონაში გადასვლით, ეს სუფთა პოლიტიკაა. ილიამ გათვლილად აირჩია გეიჯის იგნორირების სტრატეგია, რადგან ჯასტინს არ მოაქვს იმდენი ჰაიპი, რამდენიც ისლამს. ის აკეთებს ინტერვიუს ინტერვიუზე, სადაც ისლამის სახელი უფრო ხშირად ისმის, ვიდრე მისი საკუთარი. ილია საკუთარ თავს ქვესაშუალო წონის პრეტენდენტად აქცევს ისე, რომ ამ დივიზიონში გალიაში ფეხიც არ ჩაუდგამს. ეს ან დიდი სტრატეგის გენიალური სლაა, ან იმ ადამიანის საბედისწერო შეცდომაა, რომელსაც დაავიწყდა, რომ გალიაში მის პირისპირ იდგება კაცი, რომელმაც უკან დახევა არ იცის. გეიჯი არ არის ჭადრაკის ფიგურა, ის სტიქიური უბედურებაა და მისი იგნორირება ეს ნიშნავს, რომ კატასტროფა საკუთარ სახლში დაპატიჟო. ჩვენ ვუყურებთ, როგორ იქმნება ნარატივი, სადაც რეალობა მეორე პლანზეა გადაწეული. ილია თამაშობს მაღალ ფსანებზე, ის ყიდულობს მომავალს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ დადგეს, თუ ის დაუშვებს ერთ პატარა შეცდომას გეიჯისთან. და სწორედ აქ შემოდის თამაშში კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც ამ ყველაფერს უფრო აართულებს. ახლა კი ამ კოქტეილს დაუმატეთ იენ გერი. აი აქ იწყება ნამდვილი ცირკი. გერი ანაზდად გამოფხიზლდა და ისლამ მახაჩევზე შეტევა დაიწყო. აცხადებს, რომ ის ბრძოლას გაურბის. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ამ სიტყვების უკან რეალური ფაქტები დგას. გერის მართლაც შესთავაზეს ისლამთან ბრძოლა იმავე თეთრი სახლის ტურნირზე. ისლამმა უარი თქვა და მიზეზად ხელის ტრავმა დაასახელა. სამართლიანია? შესაძლოა. მაგრამ აქვე ისლამი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ეუბნება. თუ ილია თოფურიას მომცემთ, გატეხილი ხელითაც გამოვალო. გრძნობთ ამის გემოს? ისლამი მზადაა ტრაუმვით იჩხუბოს მასზე დაბალი წონის ბიჭთან, მაგრამ გამოჯამრთელებისთვის დროს ითხოვს, როცა საქმე მისივე დივიზიონის ტოპ მებრძოლს ეხება. იენ გერი განრისხებულია და მე მისი მესმის. მას უბრალოდ გვერდზე აჩოჩებენ უფრო მომგებიანი კომერციული გარიგების გამო. გერი ახლა არჩევანის წინაშე დგას. გააგრძელოს ისლამის დევნა, რომელმაც მას ერთხელ უკვე უთხრა არა, თუ ყურადღება ილიაზე გადაიტანოს. ილია ხომ ფაქტობრივად შეიჭრა 170 ფუნტში და პრესის მთელ ყურადღებას იპარავს. გერისთვის, როგორც ამ წონის მაღალი რეიტინგის მქონე მებრძოლისთვის, ეს პირადი შეურაცხყოფა უნდა იყოს. ვიღაც ბიჭი 145 ფუნტიდან მოდის შენს სახლში და იწყებს მითითებებს, თუ ვინ არის აქ მთავარი ჰედლაინერი. და აქ ვუბრუნდებით ისტორიის გაკვეთილებს. როცა მებრძოლები იწყებენ მენეჯერობანას და მარკეტოლოგობანას უფრო მეტად მიდრე ათლეტობას, ისინი მახეში ცვივიან. პედი პიმბლეტი ზედმეტად იყო დაკავებული არმან ცარუკიანთან და ილიასთან მომავლის დაგეგმით. და დაავიწყდა, რომ მის წინ გეიჯი იდგა. ისლამი ახლა იმავე ცოდვას ჩადის. მას თავის სიტუაციის მეფეთ ჰგონია, როცა ჩემპიონებს გამოწვევებს უგზავნის. იმ დროს, როცა მის ზურგს უკან მსუბუქი წონის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ნოკაუტიორი დგას. როცა თეთრი სახლის შოუ დასრულდება, ჩვენ ყველა პასუხი გვექნება. ჩვენ ან ვიხილავთ აბსოლუტური გენიოსის დაბადებას ილიას სახით, რომელმაც ყველა 10 სვლით წინ გათვალა. ან ვიხილავთ კიდევ ერთ დამამტკიცებელ საბუთს იმისა, რომ თავზე გადახდომა არ შეიძლება. ისტორია ორჯერ მეორდება. პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ კი როგორც ფარსი. და ახლა ისე ჩანს, რომ ილია თოფურია ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ფარსი შედგეს. მან ყველაფერი ისლამის კარტზე დადო. მაგრამ ჯასტინ გეიჯი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ასეთ კარტებს გაუხედავად წვავს. ჩვენ ან დიდი ტრიუმფი გველოდება, ან გამაყურებელი ვარდნა. და ამაში დამნაშავე მხოლოდ ერთი კაცი იქნება. თავად ილია.